ონკოგენეტიკა არის გენეტიკის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ონკოლოგიური დაავადებების გენეტიკურ საფუძვლებს. იკვლევს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების გენეტიკურ ეტიოლოგიას, ანუ გენეტიკურ წარმომავლობას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ონკოლოგიური დაავადება არ არის გენეტიკურად განპირობებული. შემთხვევათა 5-დან 10%-მდე ონკოლოგიური პათოლოგია არის დაკავშირებული გენეტიკური აპარატის მუტაციასთან. შესაბამისად, აუცილებელია ამ გენეტიკური მუტაციების აღმოჩენა და ეს შესაძლებელია სხვადასხვა გენეტიკური ანალიზის ტესტის ჩაბარებით. რომელი პაციენტებია ესენი? ესენი არიან პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ სხვადასხვა ორგანოს ონკოლოგიური პათოლოგია, რომელიც გამოვლინდა ახალგაზრდა ასაკში, როდესაც არის პირველად მრავლობითი ავტვისებიანი სიმსივნეები, ან ის სუბიექტები, რომელთა მემკვიდრეობაში აღინიშნება სხვადასხვა ორგანოს ონკოლოგიური პათოლოგია. გენეტიკური ტესტის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მკურნალობის სტრატიფიკაცია, რაც გულისხმობს ადეკვატური მკურნალობის დაგეგმარებას. ასეთი ეფექტები მნიშვნელოვანია სწორი ტაქტიკის განსაზღვრისთვის. კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდები, შეგვიძლია შევიმუშაოთ აგრესიული ქირურგიული მკურნალობის მეთოდები იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ეს სუბიექტი ონკოლოგიური პათოლოგიის გაჩენისგან. სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგიის არსებობა, ამ ფაქტის არსებობა მემკვიდრეობაში არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში, რომ შეიძლება სუბიექტს ჰქონდეს ესა თუ ის მემკვიდრული წინასარგანწყობა ამა თუ იმ ონკოლოგიური პათოლოგიის მიმართ. თუმცა, მემკვიდრული წინასარგანწყობის დადგენა გენეტიკურად მნიშვნელოვნად ცვლის სტრატეგიას ამ სუბიექტის მართვის, მკურნალობის დიაგნოსტიკის. პირველ რიგში ეს ეხება ისეთ გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს, როგორც არის მაგალითად ძუძუს კიბო, საკვერცხის კიბო, სხვადასხვა ორგანოების ავტვისებიანი სიმსივნეები. დღეს საქართველოში შესაძლებელია სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება და ამ კვლევების ჩატარების საფუძველზე შემუშავება იმ ადეკვატური მკურნალობის ტაქტიკისა, რაც გადაარჩეს პაციენტის სიცოცხლეს. ონკოგენეტიკური ტესტირება ძალზედ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის. პირველ რიგში აუცილებელია თვითონ იმ ადამიანის კვლევა, იმ პაციენტის კვლევა, ვისაც აღენიშნება ონკოლოგიური დაავადება და შემდგომში უკვე სხვადასხვა გენეტიკური კვლევის მეთოდებით ხდება ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების კვლევა იმისთვის, რომ შეფასდეს მათში ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი. ამ მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კვლევები, მაგრამ უმთავრესი და ძალზედ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ კვლევა უნდა დაიგეგმოს ექიმის მიერ და არა თვითონ პაციენტის ან ახლო ნათესავის მიერ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს არასწორი და არამიზნობრივი კვლევა, რაც რეალურ ინფორმაციას პრაქტიკულად არ გვაძლევს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აქვს ონკოლოგიური დიაგნოზი, მაგრამ აინტერესებს აქვს თუ არა ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი, უმჯობესია მიმართოს ექიმ გენეტიკოს იმისთვის, რომ შეფასდეს პერსონალური და ოჯახური ანამნეზი, განისაზღვროს აქვს თუ არა პაციენტს, ამ შემთხვევაში პაციენტს უნდა დავარქვათ პრაქტიკულად ინდივიდს ონკოდაავადების განვითარების რისკი და განისაზღვროს რამდენად მიზანშეწონილია ჩატარდეს მემკვიდრული ონკოლოგიური პანელის კვლევა. მემკვიდრული ონკოლოგიური პანელი წარმოადგენს გენთა ერთობლიობას, რომელიც იწვევს მემკვიდრული ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.